გენდერული თანასწორობის საბჭოებს ამერიდან სახელი შეეცვლება. საკითხზე გორის საკრებულოს ხდომაზე იმსჯელეს. კერძოდ გორის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის საბჭოს ნაცვლად შეიქმნება გორის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭო. ცვლილება ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილმა ცვლილებამ გამოიწვია. დღეს გაიმართა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მორგის ხდომა. ხდომაზე განხილული იქნა ის საკითხები, რომლებიც საკრებულოს მუდმივ კომისიებმა განიხილეს. ხდომის დღის წესრიგში იყო 15 საკითხი და საკრებულო ბიუროს შემადგენლობა ყველა საკითხს უყარა გენჩი წარმოდგენილ დასკვნებს და 15-ვე საკითხი შეტანილი იქნება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმდინარე წლის 13 ივნისის მორიგის ხდომის დღის წესრიგში. ძირითადი საკითხები ეხებოდა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილ ცვლილებას. ძირითადად ცვლილებაში იყო მე-13 მუხლის პირველ პუნქტს, სადაც გორის მუნიციპალიტეტის, რომლის მიხედვითაც გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ქმნის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალურ საბჭოს. აღნიშნულ საბჭოს ექნება სათათბირო საკონსულტაციო ხასიათი ძირითადად და შემდგომ საკითხად განვიხილეთ ის, რომ გენდერული საბჭოს დებულება ცნობილი ყოფილიყო ძალადაკარგულად.